როგორც ამობენ, ქვიშაზე არ ვაშენებთ სახლებს, ხო? ხო და ეს ქვიშაზე რომ მიცხოვრია და ქვიშაზე რომ მიშენებია, აი ამის გააზრებას და გაცნობიერებას რეალურად აი ამ მდგომარეობას გვია ფსკერი. და არ არის აუცილებელი ადამიანის ფსიქიკაში იყოს ის წარმოდგენა, რომ ფსკერი არის ის მდგომარეობა, სადაც ოჯახები ინგრევა, ქვეყნები ინგრევა, ადამიანის ცხოვრება სრულდება და კუდომა იწყება. ეს არ არის ფსკერი. ეს რაღაც უბრალოდ ფსკერის გარომანტიზება, რა ადამიანი მიდრეკილია ტანჯვისკენ. ერთი არის ის, რომ ფაქტად იტანჯება ადამიანი და მეორე არის ის, რომ მიდრეკილია ამ ტანჯვისკენ და ეს გამოწვეული იქიდან, რომ ყველა ადამიანი, აბსოლუტურად ყველა ადამიანი დამოკიდებულია ტკივილის სიამოვნებაზე. ამიტომ ჩვენ გვჭირდება გავაცნობიეროთ და სწორი სახელები დავარქვათ რაღაცებს. თუ მაინდა-მაინც იმაზე ვართ მიდრეკილი, რომ რაღაცა სახელი დავარქვო, მაშინ გვჭირდება, რომ სწორი სახელი დავარქვო. ნათელი შევიტანო რა, უბრალოდ შუქი შევიტანო იმ ხედვაში, რას ვეძახი ფსკერს, რეალურად ცხოვრებაში როგორ აღმოვაჩინა, რომ ფსკერზე ვარ. და ეს არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ მისი წარმოდგენები, მისი მსოფლმხედველობა და მისი აღქმები საერთოდ ცხოვრების მიმართ და საკუთარი თავის მიმართ არ მუშაობ. ჰაერში ვარ, დაკარგული ვარ, დაბნეული ვარ, აღარ ვიცი რა გავაკეთე. ყველა სტრატეგია ამოუწურე აბსოლუტურად. და ის ზუსტად აი ამ სტრატეგიების ამოწურვას შეგვიძლია დავარქვათ ფსკერი. აი ადამიანმა რო აღარ იცის რა ყველანაირი სტრატეგია რისი მოფიქრება შეეძლო რომ მოიფიქრა და ეხლა აღარ იცის რა გააკეთოს, რითი გაერთოს თავი, რითი დაიმედოს თავი, როგორ იცხოვროს რო აღარ იცის, აი ამ მდგომარეობას გვია ფსკერი. ზოგ ადამიანს შეიძლება ეს შეფუთულ მდგომარეობაში მიეწოდოს როგორც რაღაც ნარკოტიკზე დამოკიდებულება და მე ყველაფრის წართმევა, ურთიერთობების გაშორება და წართმევა, ან ახლობელი ადამიანის დაღუპვა, ან რაღაც ტრავმა ფიზიკური, კატასტროფა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ არის აუცილებელი პირობა. არ არის აუცილებელი პირობა, რომ ადამიანს ეს დაემართოს, რომ შემდეგ თქვას, რომ მე ფსკერზე ვარ და ეხლა მივხვდი, რომ საჭიროება მაქვს დახმარების მოთხოვნის. გამოღვიძების, სიცხადის შემოტანის. არ არის აუცილებელი, რომ ეს კატასტროფები დაგვემართოს. ერთადერთი რაც მჭირდება არის ის, რომ საკუთარ თავს გულწრფელი კითხვა დაუსვა. რომ სტრატეგიებით ხომ არ ვცხოვრობ რა? საკუთარი სტრატეგიებით ხო არ ვცხოვრობ? და თუ ვცხოვრობ ამ სტრატეგიებით, მუშაობს ეს სტრატეგიები? და შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ გამუდმებით რაღაც გათვლები გვაქვს თავში რა. გამუდმებით წინასწარ მაქვს გათვლილი ამ ადამიანს რო შევხვდები, რას ვეტყვი, როგორი ურთიერთობა მექნება, წინასწარ მაქვს სტრატეგია, რომ მოდი ამას რო გავაკეთებ, მე ის იმას გააკეთებს და მე სარგებელი მექნება. ფიქრებშიც ესე ვარ საკუთარ თავთან. გამუდმებით სულ რაღაც რასაც ვაკეთებ, გამუდმებით თავში მაქვს, რომ აი ამას რომ მორჩები, შემდეგი ნაბიჯი უკვე უნდა ვიცოდე, რას ვაკეთებ. და ეს სტრატეგიები მუშაობს რეალურად? ეს სტრატეგიები უზრუნველყოფს ჩემი ცხოვრების ხარისხს? და თუ ადამიანი ამას გულწრფელად დასვავს, მასში მოუწევს თქვას, რომ არა, ჩემი სტრატეგიები არ მუშაობს. და რა წამსაც ადამიანი გულწრფელად იტყვის, რომ ჩემი სტრატეგიები არ მუშაობს, ეგ არის ის სივრცე, რასაც შეგვიძლია ფსკერი დავარქვათ. რომ აღარ ვიცი როგორ ამ სტრატეგიებით შევდგები მე და თუ ეს სტრატეგიები არ მუშაობს, აბა რას ვთავაზობ, ეხლა რა გავაკეთე. და ეს არის ის მდგომარეობა, სადაც მე ადამიანი მიდის და დახმარებას ითხოვს. და ეს არის ერთადერთი მდგომარეობა, სადაც ადამიანს შეუძლია რეალური ცვლილებები დაიწყოს. რომ თქვას, რომ ჩემი სტრატეგიები აღარ მუშაობს. აი ამ დანებების მდგომარეობაში, როდესაც ვიძახი, რომ ჩემი სტრატეგიები აღარ მუშაობს, ვიწყებ მე მოქმედებას. ეს მოქმედება არის, რომ მივდივარ და მასწავლებელს ვნახულობ, ადამიანებს ვნახულობ, წინმავლებს ვნახულობ და დახმარებას ვითხოვ. ეს ადამიანებიც რეალურად ძალიან დიდ საქმეს მიკეთებენ და მეხმარებიან. პრაქტიკები შემოდის ჩემ ცხოვრებაში, ლოცვა, მედიტაცია შემოდის, მაღალი ძალის აღქმა შემოდის. თითქოს სამოქმედო გეგმა მეძლევა რა. იმდენად მტკივნეულია ეს უწონოდო მდგომარეობა, დაბნეულობა და გაურკვევლობა, რომ არ ვიცი ეხლა რა გავაკეთო. როდესაც ცხოვრებაში მიდგება აი ამის შინაგანი დაუკმაყოფილებელი შინი მართლა რომ ვეძებ სიცხადეს, ვეძებ თავისუფლებას, აი ამ მოჭიმულობა და დაბნეულობიდან თავისუფლების გზას როცა ვეძებ, რეალურად ჩემ ცხოვრებაში შემოდიან ადამიანები, რომლებიც რაღაც პრაქტიკებს მაძლევენ, მიმართულებას მაძლევენ. რეალურად სამოქმედო გეგმას მთავაზობენ რა, ცხოვრებისეულ სამოქმედო გეგმას მთავაზობენ. რომელიც მართლა მუშაობს. იმ მდგომარეობიდან გამოვყავარ, იმ დაბნეულობიდან და გაურკვევლობიდან გამოვყავარ და ვაკეთებ ყოველდღურად პრაქტიკებს. ეს პრაქტიკები იწვევს ჩემს შინაგანი სილაღის განვითარებას, სიმსუბუქის განვითარებას. თითქოს ადამიანებთან მე სიახლოვე მიჩნდება, საკუთარ თავს უფრო უახლოვდები, ვიცნობ, ვიწყებ საკუთარი თავის შეყვარებას. თითქოს აღმოვაჩენ, რომ ადამიანებთან ქუჩაში დამღვრელი კი აღარ გავდივარ, არამედ უღიმი, სიმსუბუქე შემოდის, თავისუფლება შემოდის. სხეულში მოჭიმულობაც იკლებს. დღიდან დღემდე ჩდება განცდა,
რომ ადამიანებთან ვერთიანდები, სამყაროსთან ვერთიანდები, მადლიერება მიჩნდება ბუნების, ბუნებრივობის, სილამაზის აღქმის. ეს ყველაფერი პრაქტიკებმა გამოიწვია. ჩემმა მოქმედებებმა გამოიწვია, ადამიანებთან ურთიერთობამ გამოიწვია. ყოველ დღე აღიარებამ იმან, რომ ჩემი სტრატეგია არ მოქმედებს, არ მუშაობს. და ყოველდღიურ აღიარებამ მომცა мотиваცია და გამბედაობა იმის, რომ ადამიანებთან ყოველდღიურად მივიდე და ყოველდღიურად დახმარება ვითხოვო. და ისევ მე საკუთარი გონებით კი არ შევაფასო, რომ ეხა ეს დახმარება იმუშავებს თუ არ იმუშავებს, მომწონს თუ არ მომწონს, არამედ აუდგედა უბრალოდ გავაკეთო. და ეს ფაქტად შედეგს იძლევა, რომ მეტი სილაღე შემოდის და მეტი სიმსუბუქე შემოდის. და მე რა ხდება? აი ეს არის თავარი мотиваცია ამ ვიდეოს ჩაწერის, რა. ეს ყველაფერი ხდება. მაგრამ მე რა ხდება? მე ხდება ის, რომ ადამიანი იწყებს სულიერ ბიზნესს. იმდენად შემოეპარება ადამიანს ისევ თავისი გონების სტრატეგიები, აი ამ სიმსუბუქეში, სილაღეში, რომ ვერც კი ვხვდებით, რომ ჩვენმა სტრატეგიებმა ისევ სადღაც ფესვები გაიდგა და ისევ საკუთარი სტრატეგიებით ვიწყებთ თანაცხოვრებას საზოგადოებასთან. ადამიანი გამუდმებით ეძებს მიზეზს, რის გამოც გაამართლებს თავის სტრატეგიას. შეგვიძლია ესეთი კითხვა დავსვათ, რომ დღეს რანაირად მივედით იქამდე, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან კურსი იყიდება რა. ყველგან რაღაც სულიერი პრაქტიკას ყიდიან. ყველგან სულიერი ბიზნესი ტრიალებს. ყველგან სულიერი შეხვედრები არის. ყველა სულიერებაზე ლაპარაკობს. ყველგან რაღაც პაკეტებს გთავაზობენ. ჩვეულებრივი სულიერი ფიტნესია რა. აი ფიტნეს დარბაზში რომ მიხვალ და იქ რომ პაკეტებს შემოგთავაზებენ, ყველა ეგეთ პაკეტებს გთავაზობს ამ სულიერ პროცესშიც რა. ჩვეულებრივი სულიერი ბიზნესი გახდა რა. და მე ვეძახით რომ აიცი რა, აი დიდი ცოდნის ერაში ვართ რა. რა ცოდნები გაიხსნა, ყველგან ცოდნებია და აი ამ ცოდნების ეპოქაში ვცხოვრობთ. სინამდვილეში ამდენი ცოდნის მატარებელი ადამიანი და ამდენი ცოდნის გადამყიდველი ადამიანი არის მხოლოდ იმის მაჩვენებელი, რომ ძალიან დიდ უგუნურებაში ვართ. ის მადლი, რაც ამ პრაქტიკებით მოგვეცა, არასწორად ვიყენებთ. ამ პრაქტიკებს მივეჯაჭვეთ. ისევ ინფანტილიზმში ვართ რა. არ გამოვსულვართ ჯერ იმ ინფანტილიზმიდან. როდესაც ტკივილით მივედი მასწავლებელთან და მასწავლებელთან აი ამ პრაქტიკებში ჩავები, მედიტაცია, ლოცვა და სხვა ბევრი პრაქტიკა, ამ პრაქტიკას მივეჯაჭვე მე რა. აი შეგიძლია ესეთი კითხვა დასვა, რომ ამ პრაქტიკის მიღმა არის რამე? თუ ეს პრაქტიკა პრაქტიკისთვის აკეთებ. ეს პრაქტიკა რატომ მოგეცა? რომ ეს პრაქტიკა შენ კარგად დააპრაქტიკო, კარგად შეიმეცნო და მე ადგე და გაყიდო? ამიტომ მოგეცა ეს პრაქტიკა? შენ ცხოვრებაში ეს პრაქტიკა რატო არის? შეგიძლია გაიხსენო საკუთარი თავი იმ ტკივილში, რა ტკივილითაც ეგ პრაქტიკა მიიღე? და როდესაც მაგ პრაქტიკას და ცოდნას იღებდი და ამ ტკივილის კურნებას იწყებდი. რეალურად ტკივილმა დაიკლო, ტკივილისგან თავისუფლდები, სიმსუბუქე და სიყვარული შემოდის, გულის გახსნა შემოდის. და ეხლა დგები და ამ პრაქტიკას გადაცემ სხვას. და ჩვენ ვიძახით, რომ ეს არის ჩვენი გზა და ჩვენი ცხოვრების მიმართულება, რომ აი ეს პრაქტიკები ერთმანეთს გადავცეთ თაობიდან თაობას. და ეს პრაქტიკა თავის გასაკეთებელი რაც უნდა გააკეთოს ამ პრაქტიკამ რეალურად, აი ეს მომწიფებამდე რომ მიგვიყვანოს და მომწიფებლობის ბოლო წერტილამდე რომ მიგვიყვანოს. მაგას ვაკეთებთ? თუ უბრალოდ იმ დონემდე მიყვავს ეს პრაქტიკა, რომ აი ხო უკვე ცხოვრება სუბუქია რა. აი აქ მაწყობს, აი გაჩერდეს ეს პრაქტიკა. აი წარმოიდგინე რომ პრაქტიკა რაღაც შედეგს იძლევა და რაღაც აი პიკში მოწიფულობამდე უნდა მივიდეს ეს მოწიფულობა არის ის რომ პრაქტიკაზე უარი ვთქვა, ხელი გაუშვა ამ პრაქტიკას. და ჩვენ რას ვაკეთებთ? ამ მოწიფულობამდე ვერ მივდივარ და იმ დონეზე სადაც ეს პრაქტიკა იძლევა იმდენ შვებას, რომ თქვა რომ აი ესე ცხოვრება კაია რა. აი ესე მაწყობს. ესე ასატანია.
აქ სიყვარულს გუძნობ, აქ ერთობას გუძნობ, გულგახსნელობას გუძნობ. აი გავჩერდები. და ამ პრაქტიკას ესე ვაწოდებთ თაობებიდან თაობებს, მეგობრებიდან მეგობრებს, მეგზურობიდან მეგზურებს. და ისინი იგივეს აკეთებენ. აი მაგალითად ბუდიზმში არის ესეთი გამოთქმა, რომ ნუ აღიქვამ სერიოზულად შენს მედიტაციურ გამოცდილებებს და შენს პრაქტიკულ გამოცდილებებს მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ. ეს რატო არის ნათქვამი? და ჩვენ ამის აპირისპიროდ რანაირად ვაკეთებთ ამ ყველაფერს. დღეს დღევანდელ სამყაროში, არა მარტო საქართველოში, თელ მსოფლიოში შეიძლება ცალკე პოდკასტებს მოусმინოს ადამიანმა და ეს მთელი პოდკასტები აგებულია იმაზე, რომ ადამიანი ყვება თავის მედიტაციურ გამოცდილებებს, რომ აი როგორ დაიწყო, როგორ განვითარდა, მე როგორ დაასრულა. აი მედიტაციურ მდგომარეობაში რას განიცდის ადამიანი და ყვება, რომ აი როგორ რამხელა სიცხადეები შემოდის მედიტაციაში. და ბუდიზმი კიდე გეუბნება, რომ მაგას ნუ მიანიჭებს საერთოდ მნიშვნელობას. იმიტომ რომ დაიწყო. და რაც დაიწყო ის დასრულდება. და ჩვენ მზად ვართ რომ დასრულდეს? ჩვენ არ ვასრულებთ, ვებღაუჭებით. შენ მზად ხარ რომ აი მაგ პრაქტიკას, რასაც ეხლა აკეთებ, ადგე და ხელი გაუშვა? ეგ პრაქტიკა რომ არ იყო შენ ცხოვრებაში. შენ სიმშვიდე გააქვს? შენ შეგიძლია საკუთარ თავთან დარჩე იმდენად, რომ ამ პრაქტიკის საჭიროება არ ქონდეს? ეს პრაქტიკა რისთვის გაქვს? იმისთვის რომ რაღაც ასატანი გახადოს ცხოვრება და ამ პრაქტიკის ხარჯზე გაიტანო ეს ცხოვრება და მე ეს პრაქტიკა ადგე და ბიზნესად აქციო და გაყიდო და მე სხვა ადამიანმა ვინც იყიდეს იმანაც ცხოვრება ასატანი გახადოს, თუ ეს პრაქტიკა რეალურად განთავისუფლებას უნდა ემსახურებოდეს. განთავისუფლებას მიჯაჭვულობებისგან და საბოლოო ჯამში მიჯაჭვულობას ასევე ამ პრაქტიკის მიმართ. თუ შენ პრაქტიკას აპრაქტიკებ და ეს პრაქტიკა ამ პრაქტიკას არ მიყავხარ იქამდე, რომ ამ პრაქტიკასაც ხელი გაუშვა, ესე იგი ეს პრაქტიკა არ მუშაობს. ეს მეთოდი არ მუშაობს. არასწორად იყენებ. არ იცი გამოყენება. დღეს რა საუბრები გვაქვს ერთმანეთში? ხო შეგვიძლია დავაკვირდეთ რა. აი ძალიან საინტერესო დაკვირვება არის დღეს ერთმანეთში ადამიანებს რა საუბრები გვაქვს. ნუ, კაი, ადამიანებმა გამოვიხუძეთ იმ დონეზე და ვიძახით რომ ხო აი ეს მატერიალურში აღარ ვარ დაკარგული რა. მატერიალურით აღარ ვსუნთქავ და შფოთი და პანიკა აღარ მაქვს ამ ფინანსებზე, სამსახურზე, ურთიერთობებზე. თითქოს აი გული გაიხსნა და გავერთიანდი რა სამყაროსთან, ადამიანებთან, რაღაც სულიერი გზა შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში. და დღევანდელი საუბრები ჩვენი რაზეა ერთმანეთის მიმართ. ერთმანეთს უყვებით რაღაც მედიტაციურ გამოცდილებებს. ვადარებთ ვის უფრო მაგარი მედიტაციური გამოცდილება ქონდა, ვადარებთ ვის უფრო მაგარი მასწავლებელი ყავს, ვადარებთ ვისი პრაქტიკა უფრო ჯობია. ჩვენ გამუდმებით გვჭირდება რომ ერთმანეთს რაღაცებით იმედები მივცეთ რა. იმედი მივცეთ, გავამხნევოთ. გამუდმებით თავს ვირთობთ რა. და ყველა სწავლება რა ჩვენამდე მოსულა და რა პრაქტიკაც გქონია, დავამახინჯეთ იმითი, რომ თავის გასართობად ვაქციეთ რა. და ეს პრაქტიკა იმის მაგივრად რო გვეხმარებოდეს, ამ მომენტში ხელი შემშლელიც კი არის იმისთვის, რომ ადამიანმა რეალურად გამოიღვიძოს. შეგიძლია რომ აი ბრუტალური გულწრფელობით დარჩე საკუთარ თავთან და საკუთარ თავს დაუსვა კითხვა. რისი გეშინია? რას გაურბიხარ? შენი პრაქტიკები, რასაც ყიდი, ან საკუთარი თავისთვის იყენებ და რასაც აზიარებ. ეს პრაქტიკები რეალურად რისგან გიცავს? ამ პრაქტიკებით ხომ არ გაურბიხარ ამ შიშს? ამ პრაქტიკებით ხომ არ ირთობ თავს? ჩვენ მაგას ვერ ხვდებით რეალურად, რომ ჩვენ სულიერ ცხოვრებას, რასაც ვეძახით და ამ ცხოვრებამდე თუ თავი გართული ვქონდა ურთიერთობებით, არაკონსტრუქციული ჩვევებით, მატერიალიზმით და 1000 სიგიჟით გქონდა თავი გართული, ეხაც თავი გვაქვს გართული ამ პრაქტიკებით, აი ამ სულიერი როლის მორგებითაც თავი გვაქვს გართული. აი თითქოს რომ დავფარფატებ და სამყარო მიყვარს, კი ეს აუცილებელი პროცესი არის. და მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, მათ შორის საკუთარი თავის, ვინც ამას გადის. ამით ჩვენ შევდივართ კურნების ფაზაში. ყველა ვინც შემსუბუქებული არის, ვინც რაღაც პრაქტიკას აზიარებს, ვინც თავის თავზე აპრაქტიკებს, ის რეალურად ქმნის კონსტრუქციულ გარემოს. და ამით კურნების ზონაში შევდივართ. და აი ეს კურნება შემოდის ჩვენში და ჩვენც მერე გვაქვს სურვილი, რომ სხვასაც გაუზიაროთ ეს კურნება. და ძალიან საჭირო ამბავიც არის.
მაგრამ აი ამ კურნების მიღმა არის კიდევ რამე ჩვენ მოვიკომფორტულეთ აი ეს კურნების სივრცე რა და მგონია რომ აი ეს არის მივედით იქ სადაც უნდა მივსულიყავით შევედი ამ კურნების ფაზაში მეც ვინკურნები სხვასაც ვეხმარები კურნებით აი ამ ჩემს პრაქტიკას უზიარებ სივრცეს ვაძლევ რაღაც შეხვედრებს მართავ და ამით ადამიანებს აი ამ გამოჯამთელების და კურნების სივრცეს უზიარებ ეს პროცესის ნაწილია და ჩვენ გვავიწყდება და არც ვიცით ან ვერც ხვდებით ან არ ვხვდებით იმიტომ რომ ეს კომფორტული არის რომ შემიძლია მე რომ ამ კურნების მიღმა გავიდე კურნების ფაზა გავიარე გავინკურნე და შემიძლია რომ ეს კურნების ფაზა კიდე წინ წავწიო გამოღვიძების ახალი ხარისხი შემოვიტანო ჩემ ცხოვრებაში სიცხადის მეტი ხარისხი შემოვიტანო და ამას ვერ გავაკეთებ სანამ საკუთარ თავთან დარჩენას არ ვისწავლე მე მგონია რომ აი ამ პრაქტიკებით აი ამ რაღაც ხელმძღვანელობებით საკუთარ თავთან დარჩენა შემიძლია იმიტომ რომ რამოდენიმე დღე არ ვისაუბრო ოთახიდან არ გავიდე მარტო ვიყო და ამით მგონია რომ საკუთარ თავთან დარჩენა შემიძლია შენ რეალურად საკუთარ თავთან დარჩენა კი არ შეგიძლია. შენ შეგიძლია ტელეფონის გარეშე ყოფნა, შენ შეგიძლია კითხვის გარეშე ყოფნა, შენ შეგიძლია სექსის გარეშე ყოფნა, ურთიერთობების გარეშე ყოფნა, მატერიალური სამყაროს გარეშე ყოფნა შეგიძლია, ადამიანების გარეშე ყოფნა შეგიძლია. მაგრამ საკუთარ თავთან ყოფნა შეგიძლია? საკუთარ თავთან, საკუთარ თავად ყოფნა შეგიძლია? ის კი რომ განიცადო და გაუშვა ის რაც არ მოგწონს. შეგიძლია რომ მიიღო საკუთარი თავი ზუსტად ისეთი როგორიც ხარ. ყველაფერს ვამახინჯებთ ადამიანები რა. გონია რომ განვითარების გზაზე ვართ, გონია რომ ცვლილებების გზაზე ვართ, მაგრამ ერთი ბეწოდითაც არ შევცვლილვართ. ცნობიერ დონეზე, შინაგან დონეზე ერთი ბეწოდითაც არ შევცვლილვართ ადამიანები არც ერთ თაობაში. კი ბიოლოგიურ დონეზე ვითარდებით, მატერიალურ დონეზე ვითარდებით. გონების დონეზე ვითარდებით. მაგრამ აი ეს ფუძე მიჯაჭვულობების ისევ გვაქვს. არაფერი არ შეცვლილა ჩვენში. უბრალოდ მატერიალურმა რაღაც სულიერი ჩაანაცვლა. და მგონია რომ ეხლა ტრახან ამას მატერიალური არ ქვია და სულიერი ქვია, ეს კონსტრუქციულია. ჩვენი დამოკიდებულება ცხოვრების და თვითგადარჩენის მიმართ არ შეცვლილა. ჩვენი ბიზნესური დამოკიდებულება სულიერებაშიც გვაქვს. ჩვენი ბიზნესური მომხმარებელი დამოკიდებულება ისე გვაქვს ურთიერთობებში, ისე გვაქვს ჩვენს პრაქტიკებში. ჩვენ ურთიერთობები არ ვიცით. არც საკუთარ თავთან და არც სხვებთან. ამაში არაფერი შეცვლილა. და ამის ახსნაში არ შევალ. ყველა ადამიანმა ძალიან კარგად იცის რეალურად სად იმშვიდებს თავს. და შეგიძლია მოსპო აბსოლუტურად ყველა იმედი საკუთარ თავში? მოსპო ის იმედი რომ აი ამ პრაქტიკით იმხნევებ ცხოვრებას? შეგიძლია გააქრო ყველანაირი იმედი, რასაც ებღაუჭები. და ამ კონკრეტული მოცემულობით იცხოვრო? აი ამ წამით იცხოვრო? ყოველგვარი იმედის, მოლოდინის, დამშვიდების გარეშე? თუ გულწრფელად დააკვირდები, უბრალოდ წარმოუდგენელია. სულიერებას როგორ ვამახინჯებთ, რაში ვიყენებთ აბსოლუტურად. ნებისმიერი პოდკასტები, ნებისმიერი გადაცემები, ნებისმიერი საუბრები, ნებისმიერი პრაქტიკები და დამოკიდებულებები, შეკრებები, ყველაფერი ჩვენი ბიზნესია. ბიზნესმენები ვართ რა, სულიერი ბიზნესმენები ვართ. რა მნიშვნელობა აქვს შენ საწყოვის ბიზნესში იქნებოდი ახლა თუ სულიერების ბიზნესში? იმას მაშინ ბიზნესმენობით აპრავებდი, იმიტომ რომ მაშინ მოდაში ბიზნესი იყო და ახლა სულიერებით აპრავებ, იმიტომ რომ მოდაში ახლა სულიერება არის. შენ რითი შეიცვალე? რითი იძახი რომ შეცვლილი ხარ? შენში რა არის ისეთი, რაზეც იძახი რომ მე შევიცვალე? იმითი რომ მედიტაციაში ზიხარ 1 საათი და ის 1 საათი კიდე კოსმოსში ხარ გასული, ამას ეძახი ცვლილებას? და ხვდები იმას რომ აბსოლუტური სიზმარი და წარმოდგენებია ყველაფერი? ხვდები რომ ჯერ ისევ დროში ვცხოვრობთ და ისევ სივრცეში ვცხოვრობთ? რა მნიშვნელობა აქვს? აქამდე დროთი ვიყავით განპირობებულები და ეხლაც დროში ვართ განპირობებული. თუ შენ ჯერ კიდევ შენს მედიტაციურ გამოცდილებებს მნიშვნელობას ანიჭებ და გონია რომ ეს რამეს ნიშნავს, ესე იგი არაფრით არ შეცვლი ხარ აბსოლუტურად.
გიფიქრე იმაზე, რომ რაც იწყება, ის აუცილებლად სრულდება? და თუ შენი მეტაციური გამოცდილება დაიწყო, ესე იგი იმას აქვს პოტენციალი, რომ დასრულდეს, ხო? და რაც დაიწყო, ესე იგი თავისთავადი არც არასდროს ყოფილა. ანუ შენ რო ზიხარ და მეტაციური გამოცდილებები გაქვს და ამით თავს იმშვიდებ, რომ ეხლა შენ ცხოვრების ღირებულებას მიაღწიე, ჩვეულებრივი ნიამია. ტიბეტურ ბუდიზმში ნიამს ეძახიან მეტაციურ გამოცდილებას, რომელიც ილუზორულია, ზღაპარია, სიზმარია. შენი ბუნებრივი მდგომარეობა არ არის. შენი პრაქტიკა, რომელიც სიმშვიდეს გაძლევს და როცა პრაქტიკას აკეთებ, კარგად ხარ და პრაქტიკას რო წყვეტავ, ცუდად ხარ. ხვდები, რომ ეგ სიზმარია და ილუზორული მდგომარეობაა? ხვდები იმას, რომ ციტრამონივით არ შეიძლება პრაქტიკები და მანტრები ეხმარო? ხვდები საერთოდ იმას, რომ შენი ნებისმიერი პრაქტიკა თუ რეალურ შედეგს გაძლევს, ეს შედეგი უნდა გადიოდეს იმაზე, რომ შენს ბუნებრივ საწყის უცვლელ თავისთავად მდგომარეობაში გაბრუნებდეს? დღეს საერთოდ რებზე ვსაუბრობთ? რა საუბრები მიდის ტელევიზიაში, რა საუბრებია პოდკასტში, რა საუბრებია ქუჩაში? ჩვენ უბრალოდ ავდექით და სიტყვები გადავანაცვლეთ და სხვა შინაარსით ვსაუბრობთ, მაგრამ ადამიანები იგივეები დავრჩით ზუსტად, არაფრით არ შევცვლილობთ. ანდრე თუ უბრალოდ ქუჩაში ვიდექით და აბსოლუტურ არასაჭირო თემებზე ლაპარაკობდით და ამით ერთმანეთს ვაფერხებდით და განვითარებას უსპობდით, იმიტომ რომ ყველა ერთმანეთს უბაძავდით და ყველა ერთმანეთს უზიარებდით ჩვენს გამოცდილებას და ყველა ერთმანეთს უჯერებდით და მე ამითი გამოდიოდა რომ არაფერი არ იცვლებოდა. რეალურად დღესაც იგივეს ვაკეთებ. უბრალოდ ეხა უფრო რაღაც განვითარებულ, კეთილმოწყობილ სივრცეებში ვართ და იქაც ერთმანეთის დამშვიდება მიდის. ჩვენ ერთმანეთს ვეუბნებით იმას, რაც გვინდა რომ მოვისმინოთ. ჩვენ ერთმანეთის იმედებს ვაძლევთ. ერთმანეთს ვამშვიდებთ. და სანამ ერთმანეთს ვამშვიდებთ და იმედებს ვაძლევთ, ჩვენში განვითარება და ცვლილება რეალურად არ ხდება. არ შეიძლება შენ პრაქტიკა აკეთო მაშინ, როცა ცუდად ხარ. და აზიარებდა იმას, რომ იცი რა, დღეში ორჯერ ეს თუ არ გავაკეთე, მთელი დღე ცუდად ვარ. ესე იგი გისურვებთ, რომ ინფანტილიზმიდან გამოვსულიყავით. ბავშვური გართობები დაგვესრულებინოს, საკუთარ თავს და ცხოვრებას ცოტა მეტად სერიოზულად შევხედოთ. ავიღოთ პასუხისგებლობა. და ყველა მადლი და პრაქტიკა და მასწავლებელი რაც გვეძლევა. დაგვეხმაროს იმისთვის და იმაში, რომ ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდეთ, სადაც არაფერი იცვლება, არაფერი დაწყებულა და არაფერი დასრულდება. და აი ყველანი გამოვსულიყავით საკუთარი თავის სტრატეგიებიდან. და ეს სიყვარულში, სიყვარულით, სიყვარულმა გამოგვაღვიძოს.